სახელითა მამისად და ძისად და სულისა წმინდისად. ღმერთი არავის უნახავს, მაგრამ როგორც იოანე მოციქული გვეუბნება, მამის წიაღიდან გამოსული შობილი ძე ღვთისა, თანაარსი, ერთარსი მამისა, მოვიდა რა ადამიანად, მან გვითხრა ყველაფერი. გვითხრა თავის სიტყვით, თავისი შობით, თავისი ცხოვრების წესით, მათ შორის დღევანდელი დღით, რომელსაც ნათლისღებას უწოდებთ მაცხოვრისას. დღევანდელ დღეს გარდა ქრისტეს ნათლისღებისა ღვთის განცხადებაც ეწოდება, როდესაც ადამიანთა წინაშე პირველად ყველაზე მეტად გამოკვეთილად, რამდენადაც შეეძლო მაშინდელ ადამიანს დაეტია, განცხადა, რომ ღმერთი არის მამაძე და სულიწმინდა. ეს ცოდნა უფრო და უფრო ღრმავდებოდა, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რა სულიწმინდა ღმერთი გარდამოვიდა მოციქულებზე და ეკლესია დაარსდა. აი დღესაც ბასილ დიდის წირვა ვწირეთ და ვინც ყურადღებით უსმენდა, იმედია რომ უსმენდით ყურადღებით, როგორი ღვთისმეტყველება არის აი ამ ლიტურგიაში, ბასილ დიდის წირვაში. თუ ადამიანი ყურადღებით გულისყურით, ანუ არა ყურით, არამედ გულისყურით ისმენს, ის ერთგვარად ზეცაშიც არის ახტაცებული და თითქოს მიწაზეც არ იმყოფება, იმდენად დიდებულად ღვთისმეტყველებს დიდი ბასილი და ჩვენს გვაიძულებს კაი გაგებით, რომ მის ამ ღვთისმეტყველებას მივყვეთ და სულიერად ზეციური კარიბჭის ღია კარებში, რომელსაც ბასილ დიდი თავის ღვთისმეტყველებით აღებს, ცოტათი მაინც შევიჭვრიტოთ და დავტკბეთ იმ კეთილი სურნელებით, რომელსაც ნამდვილი, ჭეშმარიტი, ქრისტიანული, მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება ქვია, რომელიც არის არა გონების პროდუქტი, არამედ მადლის ჩვენში მყოფობის ნიშანი. და აი ამის მერე ბუნებრივია რომ ჩდება კითხვა, რომ ეს ყველაფერი კარგი, ცოტათი განვიცადეთ და თუ ვერ განვიცადეთ, კიდევ უფრო დამწუხრდით და თუ ცოტათი განვიცადეთ, მერე ისევ განგვეშორა და კიდევ უფრო მეტად დამწუხრდით და რა ვქნათ ჩვენ? როგორ მოვიქცეთ, როგორ ვიცხოვროთ, როგორ ვიყოთ თანამონაწილე ღვთის განცხადებისა. დღეს ღვთის განცხადების დღეა. ხო ხვდებით, რომ იესო ქრისტე როცა იორდანეში ჩადეს და ნათელს იღებს, სინამდვილეში ამას არ აკეთებს არა იმიტომ, რომ ღმერთმა ნათელი როგორ უნდა მიიღოს, ღმერთი გასცემს ნათელს, ხო? ანუ ამას აკეთებს ჩვენი ცხონებისათვის, ამას თავისი მიზანი აქვს, გესმით და ესე იგი პირველი რაც ხდება, ამ დროს ხდება ჩვენი დაკავშირება რაღაცნაირად ღმერთთან და ჩვენ ვიგებთ ტრანსცენდენტული ყოფიერების საწყისი როგორია, ის მამაზე და სულიწმინდაა. და აი ამ ცოდნას რა უყოთ, ამ ცოდნას როგორ ვეზიაროთ, იოანე ნათლისმცემლივით, ბასილი დიდივით, დიდი წმინდანებით, როგორ გავიზიაროთ, გული როგორ გაუხსნათ და როგორ ვიყოთ ჩვენი ცხოვრების წესით ახტაცებული აი იმ ყოფიერებაში, რომელიც ჩვენი სამშობლოა. ჩვენი სამშობლო არის მამაძე და სულიწმინდა. რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის? როგორ უნდა მოვწყდეთ ამ მიწიერ ბორკილებს, ამ სამყაროსულ ბორკილებს, რომელშიც ჩაკეტილი ვარ და თავს ვერ ვიხსნით. რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის? აი ეს არის ეს უნდა იყოს ჩვენი უპირველესი საზრუნავი, უპირველესი საფიქრალი. ჩვენ მოგვიცა ცხოვრება ერთხელ, რამდენიმე ათეული წელიწადი უკეთეს შემთხვევაში ცხოვრობს ადამიანი და მერე წარსგება ღვთის წინაშე. და აი ამ პასუხისგებლობით, რომ შენ განგეცხადა ქრისტიანო, განგეცხადა, ჩემი სახელი გერქვა და შენ არაფერი გააკეთე იმისათვის, რომ ეს განცხადებული ცოდნა გაგეცოცხლებინა შენში, ეს მოცემული ტალანტი გაგემრავლებინა შენში. არაფერი გააკეთე ამისათვის. გესმით რა შეასაბამება. ამიტომ ჩვენ უდიდესი პასუხისგებლობის წინაშე ვდგებით. აი დღევანდელი დღეც აი როგორი საკითხებია საოცარი მათეს სახარებიდან. მოვიდა იესო გალილეაით იორდანეთ იოანესა ნათლისღებად მისგან და წერია მაშინ მოვიდაო, მაშინ, მაგრამ ეს მაშინ
დღევანდელ დღესაც ცოცხალი და აქტუალურია. ისტორიულად მოვიდა, მაგრამ მისტიკურად, საიდუმლოებრივად ის დღესაც რეალიზებადი უნდა იყოს ჩვენს გულში და ჩვენს სულში. იორდანეთ ნათლისღებად იოანესაგან რა ნათელი უნდა მიიღოს ღმერთმა, რომელმაც გალაქტიკები შექმნა, იმიტომ რომ ის ვინც იორდანეში იოანესთან მივიდა და ის როგორც ხშირად ვამბობთ ხოლმე და ის ვინც გალაქტიკები შექმნა, ერთ და იგივე პიროვნებაა. ხოლო იოანე აყენებდა მას, აჩერებდა, რატო აჩერებდა იოანე? იოანეს ჰქონდა გამოცხადება, რომ ის ვისაც მე მიგანიშნებ, ღმერთი ეუბნება, ის ვისაც მიგანიშნებ, ის არის ის, ვისთვისაც შენ საერთოდ დაიბადე და საერთოდ შეგქმენი და საერთოდ არსებობ. გესმით? ის არის, ის. და უცებ მიანიშნა, რომ ეგ არის. და იოანე რა თქმა უნდა გახარებულია, მისი აღსრულებულია, ხა დაამოწმებს და სანამ ეს მისიას ბოლომდე აღასრულებს, მოვიდა და მის წინაშე დადგა, თავი დააღუნა, როგორც ხვები აკეთებდნენ, ცოდვილები და რა დაემართებოდა, წარმოგიდგენიათ იოანეს და იოანე აჩერებს. იოანე აყენებდა და ეტყოდა, მე მიხმს შენს მიერ ნათლისღება და შენ ჩემდა მოხვალა. ნათლისღება შენ მიერ უნდა მივიღო. იოანეს ჰქონდა გამოცხადება, როგორც წმინდა წერილში ვკითხულობთ, რომ შენთან რომ მოვა, ის ვინც მოვა შენთან, მოგნათლავს სული წმინდით. ანუ იოანე ელოდება, რომ ქრისტე მას მონათლავს სული წმინდით. და უცებ თავდაღუნული დადგა. და შეძრწუნდა, რა თქმა უნდა, იოანე. და აქ უფლის სიტყვებია ძალიან საინტერესო. მიუგო იესო და რქვა მას, აცადე აწ, ნახეთ როგორი ტონია აქ, როგორი ტონი იკითხება, ხო, როგორი აცადე, ეხლა გაჩერდი ეუბნება. რამე თუ ესრეთ ჩვენის დამაჯერებელი რაღაც ესეთი მტკიცე სიტყვას ეუბნება, ესრეთ ჩვენის ჩვენ და აღსრულებად ყოველი სიმართლე. გაუგებარი სიტყვებია. აქ არის ერთგვარი იმპერატიული ტონით ეუბნება, ეხლა გაჩერდი ეუბნება, ეს შენი პროტესტი არ არის საჭირო. ესრე უნდა აღვასრულოთ ჩვენ ყოველი სიმართლე. ესია საჭირო, ეგრეთ ჩვენის, ესია საჭირო ყოველი სიმართლის აღსრულება. რა სიმართლეზეა საუბარი? საერთოდ სიმართლე რა არის? რა არის სიმართლე? სიმართლე არის ჭეშმარიტება, ხო? სხვანაირად რო ვთქვა. რა არის ჭეშმარიტება? ვინ არის? თავად ღმერთია. ანუ საღვთო საქმე უნდა აღსრულდეს, ღმერთი უნდა განცხადდეს, ღვთისნება უნდა გამოვლინდეს და ამისათვის საჭიროა, რომ შენ მორჩილებით გააკეთო ის, რაც გევალება. როგორ უნდა ამოხსნა ყოვლადწმინდა სამება ღმერთის საიდუმლოება, როგორ უნდა ამოხსნა ღვთის განკაცების საიდუმლოება, როგორ უნდა მიიღო ეს საერთოდ და საერთოდ როგორ უნდა გაგეხსნას, აი ეს სამყარო ცა გაგეხსნას, ამ სამყაროს სამგაზობილებიანი სივრცე როგორ უნდა გაიხსნას შენთვის, როგორ უნდა გაიხედო, როგორ უნდა გაიჭვრიტო ქმნილმა არსებამ, ამ სამყაროს ორგანულმა ნაწილმა, როგორ უნდა გაიხედო მარადისობაში. ერთადერთი გზა არსებობს. ეს არის თავდაბლობა, ანუ სიმდაბლე, გამოხატული ღვთისადმი უპირობო, აქცენტს ვაკეთებ, ღმრთისადმი უპირობო მორჩილებაში. თუნდაც ეს შენთვის გაუგებარი იყოს. ეს არის საფუძველთა საფუძველი ქრისტიანული ცხოვრების. აი, ამიტომ ნახეთ, როგორც კი უფლის ეს გაუგებარი სიტყვები, ესე უნდა აღვასრულოთ ჩვენი სიმართლე, მიიღო უპირობოდ და მორჩილებით და მიუშვა მას და ნათელიღო იესო, ანუ როგორც ცოდვილს ისე დაასხა წყალი. მეხსეულად აღმოვიდა რა წყლისა მისგან, აჰა განეხუნეს მას ცანი და რას ხედავს იოანე ნათლისმცემელი. განეხუნეს ცანი, ეს ფიზიკური მოვლენა არ არის. ეს არის რაღაცა გონება მიუწვდომელი რამ მოცემულობა. იხილა სული ღვთისა, გარდამომავალი ვითარცა მტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედ, არა მტრედი, არამედ ვითარცა მტრედი, დაადგრა მას ზედა და ხმა იყო ზეცით და თქვა, ესე არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ. ანუ ყოვლადწმინდა სამება ღმერთი ხილველი გახდა. ძე ნათელს იღებდა მისი ხელიდან, დამდაბლებული ძე, სულიწმინდა დაადგრებოდა ვითარცა ტრედი, ანუ ეს ხილვა იყო და არა მტრედი და მამა ხმას მოცემდა ზეცით, რომელიც მცნებას აძლევდა, რომ ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ, ანუ რას ნიშნავს სათნო ვიყავ, მისი ყოველი ქმედება
ჩემ ნებასთან თანხვედრაშია. და ესეც არის მამას, ძეს და სულიწმინდას, როგორც ერთ ღმერთს ერთი ნება აქვს. მაგრამ ეს გამოვლინდა ადამიანურად, იმიტომ რომ ღმერთმა ადამიანური ბუნება მიიღო. ესე იგი იმისათვის რომ ჩვენ აი ამ დიდებულების რაც ხდება, ვიყოთ თანამონაწილე ინდივიდუალურ და პიროვნულ დონეზე, რაც თავარია, საჭიროა სათნოებათა შორის აი უმთავრესი რითაც საფუძველი, სათნოებათა საფუძველი ეს არის მორჩილება ღვთის ნებისა, უპირობო მორჩილება ღვთის ნებისა, რომელიც არის თავდაბლობა. ანუ თავდაბლობა არის ღვთის ნების გამოცნობა და მისი აბსოლუტურად ჩვენ გულში დამკვიდრება და რეალიზება ჩვენში. ეს არის. აი ეს არის ის გასაღები, რითაც ადამიანი საბოლოო ჯამში ხდება ქრისტიანი, ანუ ღვთისშვილი და სასუფეველის მოქალაქე. თუ ადამიანმა ეს გააცნობიერა, მე რო კაი პავლე მოციქულის სიტყვებს ასაც ვკითხულობთ, ის ნელ-ნელა უკვე მისთვის საცნაური გახდება. ანუ მიზანი ძალიან დიდია. მიზანი არ არის ცოდვებთან ბრძოლა. მიზანი არ არის მეტამორფოზის პროცესი, სინანული, რომლის გარეშე არ ცოდვებთან ბრძოლის გარეშე ცხონდები და ვერც მეტამორფოზის, ანუ სინანულის გარეშე ვერ ცხონდები, მაგრამ ესენი არ არის მიზანი. მიზანი არის მამაძე და სულიწმინდა. მიზანი არის ჩვენი ზეციური სამშობლო, ანუ ღმერთი. მიზანი არის მარადიული სიცოცხლე, ანუ ღმერთი. მიზანი არის სასუფეველი, სამოთხე, ანუ ღმერთი. ყველაფერი მიზანი არის ღმერთი. ეს ყველაფერი დანარჩენი არის საშუალებები, რომ მიზნამდე მივიდეთ. მიზანი მხოლოდ ღმერთია, სხვა არაფერი. და აი ეს რო ადამიანს გაცნობიერებული აქვს და იცის რაზე შენდება ეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავდაბლობაზე, რომელიც ნიშნავს ღვთის ნებისადმი უპირობო მორჩილებას, ეს ადვილი არ არის ორი რამის გამო. ერთი ის, რომ ღვთის ნების გამოცნობა არც ისე იოლია და მეორე ეს არის საკუთარი დაცემული ბუნება, რომელიც არის ჯიუტი, აგრესიული და ეშმაკის ნებასთან წილნაყარი. ეშმაკთან თანამშრომლობს და შენ სიცრუით და ცდუნებით გებრძვის, რომ ესე იგი ღვთის ნება ვერ დაინახო. ან შეცდომით გაიგო. და აი, თუ ადამიანი ამ ყველაფერს აცნობიერებს, მე პავლე მოციქულის სიტყვები ძალიან საინტერესო გასაგები ხდება, აი ტიტეს მიმართ ეპისტოლე, რომელიც დღეს აღმოვიკითხეთ, გამოჩნდა მადლი იგი ღვთისა მაცხოვრად ყოველთა კაცთა. ღვთის მადლი, ანუ ღვთის ენერგია მოვიდა, ანუ ღმერთმა თავისი ხელი გამოგვიწოდა, შეიძლება ასე ითქვას, ადამიანები ცხოვრობდნენ ღვთის განკაცებამდე, ცხოვრობდნენ ესე რელიგიური ცხოვრებით. თუ ძველი აღთქმაც რელიგიური ცხოვრება იყო გარკვეულწილად. რაღაცა მცნებები უნდა აღვასრულო და რაღაცა ღმერთისგან რაღაც წყალობა მექნე, მაგრამ პირდაპირ კავშირი არ იყო. და აი როცა ღმერთი ადამიანად მოვიდა, ხდება ეს სწორედ მადლი, ანუ ენერგია გამოჩნდა ადამიანთა გადასარჩენად, ზოგადად ეს ხდება, მაგრამ პიროვნულ დონეზე უნდა რეალიზდეს თითოეულ ადამიანში. და ეს მე მესმის როგორ გავაკეთო, ვიცი, თავდაბლობით და ღვთის ნებისადმი უპირობო მორჩილებით. და რწმენას კიდე ღმერთი მაძლევს, გესმით? და რომ უნდა გავიგო თან და თანამონაწილე გავხდეთ ჩანს შემდეგ სიტყვებში, ხო გამოჩნდა ყველა კაცის გადასარჩენად, სამოძღვრებლად ჩვენდა. ანუ მოდის და კი არ მაიძულებს, კი არ მაძალებს, კი არ მდრგუნავს, არამედ მასწავლის. მოძღვრად მიდგება, გესმით? სამოძღვრებლად ჩვენდა, რომ მე ვისწავლო, მე დავემოწაფო, რომ ჩემი ნება გამოვხატო იმაში, რომ მე მქონდეს ახსარებლობა ცხოვრების წესით და სიტყვითაც, რომ მე შენთან ყოფნა მინდა და მე შენი ერთგულება მსურს. ამიტომ ის მე მასწავლის, სამოძღვრებლად ჩვენდა. მერე, რათა უარყოთ უღმრთოება და სოფლის გულის თქმა, მაყენებს არჩევანის წინაშე. კარგია, მე დამინახე, მოვედი, აი მოძღვრავ, გასწავლი, მაგრამ ეხლა ველოდები, შეგიძლია უარყო ამა სოფლის უღმრთობა, ამა სოფლის გულის თქმა, შეგიძლია ეს გააკეთო. უღმრთობა და სოფლის გულის თქმა რო უარყო, თუ არ შეგიძლია, გინდა თუ არ გინდა. მზად ხარ ამისათვის თუ არ ხარ მზად ამისათვის. ეს ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ეს სოფელი თავისი ამ ქვეყნიური გულის თქმები და უღმრთობა ჩვენთან ახლოს კი არ არის უბრალოდ. აი ახლოს. და ხო გავწიე და წავედი, არა. ჩაწნულია ჩვენთან. და მისი ამოგლეჯა მთელ ჩვენ ნერვულ სისტემას საშინელ ტანჯვას და ზიანს აყენებს.
გესმით? საშინლად მტკივნეულია, ამიტომ რატომ ხდება, რომ ადამიანები აი მოდიან, რაღაც ბირთვი რჩება ეკლესიაში. 1 წელი, 2 წელი, ზოგი 5 წელი, ზოგი 10 წელიც კი ახერხებს ეკლესიურობას და მე გარბის აღარ შეუძლია. რატომ? იმიტომ რომ არ შეუძლია უარყოს აი ეს უღმერთობა და ამას სოფლის გულის თქმა, იმიტომ რომ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას აკეთებს უღმერთობასთან და ამას სოფლის გულის თქმასთან. არც მეტი არც ნაკლები, მიზეზი მხოლოდ ეს არის. ის შეიძლება მე ქრისტიანი ვარ, ეს ტყუილია ყველაფერი. უღმერთოა და ამას სოფლის გულის თქმას აყოლილია და საკუთარი თავის იდენტიფიკაციას აი ამ უღმერთობასთან და ამას სოფლის გულის თქმასთან აკეთებს, ამიტომ ამას რო ვერ იცილებს, იმიტომ რომ ეს რომ მოაცილო, მას გონია რომ კვდება, ეგ არის უღმერთობა, უქრისტეობა, ამას სოფლის გულის თქმა, საკუთარი ნებით ცხოვრება, გესმით? და საკუთარი ნებით, ეგ არის ის, რა არის სიცოცხლე? აი, მე როგორც მინდა ეგრე ვარ, მე როგორც სიამოვნებს ეგრე ვარ, ეგ არის სიცოცხლე. ხო, ამას რომ მოაცილებ, ის ხო კვდება. მე ვინა ვარ? მე ვარ ისაც მე მინდა, მე ვარ ისაც ვაკეთებ, მე მაბედნიერებს ის რაც სიამოვნებს და შენ მეუბნები რომ ყველაფერი ამას სოფლის ყოფილა და უღმერთობა ყოფილა, ღვთისნების წინააღმდეგ ყოფილა, უნდა მომაცილო. მე ვკვდები და სიკვდილს ვებრძვი ინსტინქტურად, როგორც ცხოველი. გესმით? ამიტომაც არის, ეს არის ძალიან რთული. მაგრამ ღმერთი ამის გარეშე ჩვენ არ გვეხმარება, იმიტომ რომ ის ჩვენზე არ ძალადობს. მე აგძელებს არა მარტო უღმერთობის უარყოფა, არამედ აქტიური, პოზიტიური და დადებითი ქმედება ჩვენ სულიერ ცხოვრებაში, სიწმინდით და სიმართლით და ღვთისმსახურებით ცხონდებოდეთ ამას სოფელში. ესე იგი, არა მარტო უღმერთობას უარყოფ, არა მარტო ამას სოფლის გულის თქმას უარყოფ, არამედ სიწმინდით ცხოვრებას ვცდილობ, სიწმინდით ცხოვრებას, ანუ სიწმინდე კიდე ერთხელ გავმარტო, სიწმინდით ცხოვრება პირველი, ანუ ღვთისნებით ცხოვრებას ვცდილობ, სიმართლით ასევე ღვთისნებით ცხოვრებას ვცდილობ, ღვთისმსახურებით, ანუ სიწმინდე და სიმართლე, ეს არის იგივე ღვთისმსახურება, როცა ჩემი როგორც ხშირად მithქვავს, არა თუ საქმე, არამედ სუნთქვაც კი ღვთის წინაშე მუშაკობა არის, ღვთის წინაშე, ამითაც ღმერთს ვემსახურები, რომ სუნთქავ, აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ სიტყვას ვამბობ და რაღაცას ვაკეთებ და აი ასე უნდა ვცხონდებოდ, ასე უნდა ვცხოვრობდეთ ამ სოფელში. ნახეთ ქრისტიანი როგორი უნდა იყოს. და ამას გარდა კიდევ ერთი ნიუანსი, რაც ქრისტიანს უნდა ჰქონდეს, მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა, დიდისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. ანუ მოლოდინის მდგომარეობაში არა მარტო უფლის დიდების დაბრუნების ჟამს, მოლოდინი არა მარტო გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არამედ მოლოდინი რომ ჩემს ყოველ იესოს სახელის აღმოთქვას, ყოველ ზიარებას, ყოველ ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას შედეგად შეიძლება მოყვეს ჩემი გულის ქრისტესთან შეხვედრა. გესმით? აი ამ მოლოდინით ცხოვრობს, რომ გამოჩნდება ჩემთვის დიდება ღვთისა და ამ იმედით ვარ, ამ სასოებით ვარ. და ქრისტეს რო ახსენებს, მერე პავლე მოციქული თავის თავშიც ქრისტესადმი სიყვარულით ტკბება და ესეთ რამეს ამბობს, რომელმან, ანუ ქრისტემ გვახსენებს, იმიტომ რომ ეს იცით ადამიანის დავიწყება ხო ხშირად გვითხოვს, რომ ადამიანი ყველაფერს ივიწყებს და აი ქრისტემ რაქნა ჩვენთვის, ეს ყველაფერი რომ ესე მაგრად საუბრობთ რა, აუ რახე როგორ საუბრობთ, როგორი ცოდნა გვაქვს, რა გამოცხადება და ეს ყველაფერი იცით რატომ მოხდა, იმიტომ რომ შენთვის და ჩემთვის, შენს მაგივრად და ჩემს მაგივრად ქრისტეს საშინლად გონება მიუწვდომელად ეტკინა, იტანჯა და მოკვდა და ამიტომ პავლე მოციქული ქრისტეს რო ახსენებს, მე აგზელებს, რომელმან იგი მისცა თავისთვის ჩვენთვის, რათა გვიხსნეს ჩვენ ყოვლისაგან ურჯილოებისა და განწმინდნეს თავისა თვისისა ერად მოგებულად მობაძვად კეთილ საქმეთა. ანუ ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ახლა ესე უნდა გქონათ, ესე უნდა გავაკეთოთ, ესე უნდა მოვიქცეთ, ესე უნდა ვიბრძოლოთ, ეს ყველაფერი იწყება იმით, რომ ცოდვის და ეშმაკის ძალმომრეობისაგან მიხსდა, გესმით? იმით, რომ ჩემს მაგივრად ის მოკვდა. და ამის გამო გამამართლა, ალოგიკურია, რა თქმა უნდა. თვითონ მოკვდა და მე რატომ ამართლებ? აი ეგრეა, თვითონ მოკვდა და მე მამართლებს. რატო? ღმერთია ყოვლის შემძლეა და თავის ყოვლის შემძლეობას იმაში კი არ იყენებს, რომ მე დამძგუნოს, არამედ
თითქოს და უსამართლოდ, მე ვამბობ, თითქოს და უსამართლოდ გამამართლოს ჩემი ცოდვებისაგან, იმიტომ რომ ჩემს მაგივრად თვითონ მოკვდა და ჩემზე გააუქმა, გააქარწყლა ეშმაკის ძალაუფლება. შესაბამისად, ჩემი ნების ჩემზეთ დაცემული ნების ჩემზეთ უზურპაცია გააქარწყლა. უსამართლოდ, ულოგიკოდ კი ბატონო, მაგრამ აი ესე გააკეთა. მისი ყოვლის შემძლეობა ამაში გამოვლინდა. ხოლო რაჟამს სიტყვოება და კაცთმოყვარება გამოჩნდა მაცხოვრისა ჩვენისა ღვთისა, გამოჩნდა სიტყვოება და კაცთმოყვარება. გესმით ეს ყოვლადწმინდა სამების განცხადება. გიჩვენებს აი მაგის სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ და ასე შემდეგ სხვადასხვა ნაირად არის ხო გამოცხადებებში, წმინდა წერილში. ანუ გავიგე რა უნდა გავაკეთო, რომ ვცხონდე, რა არის ღვთის საქმე, კითხვას უსვავენ მოციქულები, რო გწამდეს იესო ქრისტე, ანუ ჩემი რწმენა აღარ არის აბსტრაქცია, აღარ ვარ მოდებული ამ სამყაროში, არამედ ვიცი, აი უფალი, იესო ქრისტე მორჩა, ჯვარცმული ღმერთი დამთავრდა. მისი ნებისადმი მორჩილება, მისი ერთგულება, მისი სიყვარული უნდა ვისწავლო. არასაქმეთაგან სიმართლისათა, რომელი იგივ ქმენ ჩვენ და კიდევ ერთხელ ხას უსვავს, არ გეგონოს, რომ შენ რაღაცას გააკეთებ, შენ სიმართლით იცხოვრებ და შენ რაღაცას იქმ, არ გეგონოს, პავლე მოციქული ამას ყოველთვის ხას უსვავს, არამედ წყალობითა, თვისითა, გვიხსნა ჩვენ ბანითა მით მეორე ჩობისათა, განახლებითა, სულითა, წმინდითა. შენ გიხსნა მან თავის წყალობით და ეს წყალობა არის არა უბრალოდ რაღაცა სიტყვის დეკლარირებულად ან რაღაც პრეზენტაცია, რომ აი მე შენ გადაგარჩ მადლი მოგცა, ანუ ბანითა მეორე ჩობით, ანუ სულიწმინდა, ანუ ნათლობის ეკლესიაში, ანუ თავის მისტიკურ სხეულში შემოგიყვანა ნათლობის საიდუმლოების გზით და ამით საღვთო მადლი მოგანიცა, ქრისტეს შემოსილი გაგხადა. რომელი იგი მოიფინა ჩვენზე და მდიდრად და ეს სულიწმინდა ღმერთი მდიდრად მოიფინა ჩვენზეთ იესო ქრისტეს მიერ მაცხოვრისა ჩვენისა, რათა განმართლდეთ მადლითა მით მისითა. განმართლდეთ, კიდევ ერთხელ ნახეთ, კი არ გვეპატიოს, არამედ განმართლდეთ. და განსხვავებაზე მე ხშირად გიკეთებთ აქცენტს, თუ ეს რას ნიშნავს. და კვიდრ ვიქნეთ, ანუ დამკვიდრეთ მყარად სასოებას ამას ცხოვრებისა საუკუნოისა, ანუ მარადიული სიცოცხლის იმედში დამკვიდრდეთ, მყარად დავდგეთ და სანამ ესე პირში სული გვიდგას, სანამ ჩვენ ხორცით ამ ქვეყანაზე ვართ, აი ამ იმედით გაჯერებული, ამ იმედში მყოფნი ვართ და ეს იმედი არის არა თეორია, არამედ რეალურად ღმერთის ჩვენში მყოფობა და ჩვენს მიერ უფლის განცდა. აი ეს არის ეს იმედი. აი ესეთია დღევანდელი დღის შეიძლება ასე ვთქვათ ღვთისმეტყველება, რომ ღმერთი მოდის ადამიანად, თავს იმდაბლებს თავდაბლობით, ღმერთი მოდის თავდაბლობით და ადამიანიც თავდაბლობით, ანუ იოანე ამ შემთხვევაში, იოანესაც თავდაბლობის გამო და ღვთის ნებისადმი მორჩილები, ანუ უფალ ძეღმერთს მამის ნებისადმი მორჩილების და თავდაბლობის გამო, მამის ნების მორჩილებისადმი და თავდაბლობით აღასრულებს უფალი იმ საღვთო განგებულებას და საღვთო სიმართლეს ჩვენი გამოხსნა რო ქვია, ადამიანის ამ შემთხვევაში იოანეს სახით ღვთის ნებისადმი მორჩილები და თავდაბლობის გამო ეხსნება მას ყოვლადწმინდა სამების საიდუმლოება და აი აქედან გამომდინარე უკვე შემოდის კაცობრიობაში ეს ღვთის განცხადების უდიდესი წყალობა, რომლის თანამონაწილენიც ჩვენ უნდა ვიყოთ და ჩვენ რო თანამონაწილენი უნდა ვიყოთ, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც წმინდა ეკლესია გვასწავლის თუნდაც დღევანდელ დღეს. რათა ჩვენ ჭეშმარიტად ვამართლებდეთ ჩვენს დიდ სახელს ქრისტიანისა, ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.